მე ალბათ წარმოვიდგებით სტუდენტებს. მე ვარ გია მაჩაბელი, პროფესორ ემერიტუსი, ფიზიკოსი და დღეს უნდა მოვყვე დამევალა შესავალი ფიზიკაში ერთ-ერთი ლექცია შრედინგერის მიერ დაწერილი წიგნის მიხედვით. ეს არის რა არის სიცოცხლე ფიზიკოსის თვალსაზრისით. ალბათ ესე უფრო უკეთესი თარგმანია. მან დაწერა ეს წიგნი 1954 წელს. მას მერე თითქმის საუკუნე გავიდა და ამ ხნის განმავლობაში უამრავი რამე გაკეთდა, ამიტომ მე მარტო ამ წიგნით არ შემოვიფარგლები. მართალია ისე მოვყვები, რომ ამ წიგნის მოყოლას ერთ ლექციაში ვერ მოვასწრებ, ცხადია. და ამიტომ შევეცდები ძირითად საკითხებზე გავამახვილო ჩემი ყურადღება და ვილაპარაკო იმ პრინციპებზე, რომელიც შემოიტანა სწორედ შრედინგერმა. მას მერე ესე იგი არაჩვეულებრივი ჭკვიანი კაცი იყო შრედინგერი, ალბათ იცით რომ იყო ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი შემქმნელი კვანტური მექანიკისა, იყო ჯერ გერმანიაში მუშაობდა, ავსტრიელი იყო და გერმანიაში მუშაობდა. მე მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელი იყო, მაინც ჰიტლერის რეჟიმს ვერ გაუძლო და წავიდა და ირლანდიაში დაიწყო მოღვაწეობა. და ირლანდიაში დაინტერესდა ბიოფიზიკით და მაშინ დაწერა ეს წიგნი, რომ რას წარმოადგენს ჩვენი სიცოცხლე, ვინაიდან თვითონ ფიზიკოსი იყო, ფიზიკოსის თვალსაზრისით. იქ არის ისეთი იდეები, რომელიც შემდეგ განვითარდა და ეხლა რაღაცა მთელი მიმართულებებია. ერთ-ერთი მიმართულება არის ესეთი, რასაც სინერგეტიკას ან თვითორგანიზაციას ეძახიან. ამ თვითორგანიზაციის იდეები არის იქ პირდაპირ შემოტანილი და ძირითადი ფაბულა არის ესეთი, რომ რას წარმოადგენს, ესე იგი ჩვენი სიცოცხლე თუ უჯრედის თვალსაზრისით განვიხილავთ ამას უყურებთ. ჩვენი უჯრედი ვიცით, რომ შედგება ბირთვისაგან და მის გარშემო რაც არის, ძირითადი ნაწილი ბირთვია, მაგრამ ბირთვი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი არის ქრომოსომა, რომელიც არის ესეთი წაგრძელებული გრძელი ლენტი. თან ორმაგი ლენტი არის და ის მას ევალება მარტო ის კი არა, რომ დაუშვათ სიცოცხლე მიანიჭოს ამ კონკრეტულ ინდივიდუუმს, არამედ ზუსტად გადასცეს კოდი, თავისი კოდი შემდეგ მომავალ თაობებს. ეს მოგეხსენებათ, რომ არის ერთი, ესე ვთქვათ, ორი გენი შედის, ერთი დედიდან, ერთი მამიდან, ისინი ერთდებიან, მაგრამ ეს ბიოლოგების საქმე უფრო ვიდრე ჩემი, ამიტომ ამათ მე დავასრულებ, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ იგივე შრედინგერი აღფრთოვანებულია ორი აღმოჩენით, რომელიც მისი აზრით იყო, ორი შრომა იყო, ერთი იყო დევრისის შრომა და მეორე იყო პლანკის, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, წინამორბედი შრედინგერის. პლანკმა, ასე ვთქვათ, ჩამოაყალიბა და მიმართულება მის ახალ ფიზიკის ახალ მიმართულებას, რომელსაც კვანტური მექანიკა ქვია და რაც შეეხება დევრის, მან პირველმა თქვა, რომ ეს ქრომოსომა არ არის პირველადი ნაწილი ამ ჩვენი სიცოცხლის, არამედ ისინი შედგება კიდევ რაღაცა პატარა მონაკვეთებიდან და ეს მონაკვეთები არის სწორედ ის, რასაც ჩვენ გენებს ვეძახით და DNK-ს, ხო, DNM-ს ალბათ მჟავა არის ბოლო. DNM-ს ქართულად ალბათ რიბონუკლეო და მერე M-ი ალბათ მჟავა. რომ იმაში არის მთელი კოდი და პროგრამა, რომელიც არის განპირობებული არის ის მე რომ ასეთი ვარ, როგორიც ვარ, უკვე იმაში იდო ჩემი მშობლების გენეტიკაში იდო ის და ისეთი გავხდი, როგორიც ასე ვთქვათ, ღმერთმა დააწესა ეს კანონი. და პირველ რიგში რას აკეთებს ის ამბობს, რომ ფიზიკა, სტატისტიკური ფიზიკა, ეს სწავლობს ძალიან დიდი რაოდენობის ნაწილაკებს ერთად. და მათ გააჩნიათ დიდი რაოდენობის ნაწილაკებს, გააჩნიათ თავისი კანონები და კანონზომიერებები. ვინაიდან ფიზიკა არის სწორედ ის პირველი ხალხი ფიზიკოსები იყვნენ, ვინც შეცვალეს ეს მიზეზობრიობა რაღაცა ძალებს კი არ მიაწერეს, არამედ შეათვალეს, რომ ისინი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ღმერთოები იყვნენ, პირიქით ისინი მათ ძალიან რწმენდათ ღმერთის, მაგრამ ამ დროს ისინი თვლიდნენ, რომ ღმერთმა ასეთნაირად განახორციელა ეს, რომ ეს და კანონები არის მთავარი და ამ კანონების საშუალებით ხდება მერე ურთიერთქმედება. და ყველაფრის გადაცემა. მართლაც ეს რითი არის ეს გენი ერთმანეთთან დამაგრებული, რატომ არის ამაზე არის ძალიან დიდი აქცენტი ამ წიგნში, რატომ არის დამაგრებული, რატომ არის ესეთი მყარი და სტაბილური ეს ელემენტი, რომელიც მე ჩემ შვილზეც გადავა, ჩემ შვილიშვილზეც გადავა და სულ ყველაზე გადადის. ამის მაგალითიც მოყავს, რომ გაბსბურგებს ერთ-ერთ
გაბსბურგების ერთ-ერთ შტოს რაღაცა ტუჩი ქონდა მოლრეცილი რაღაცნაირი და ეს გადადიოდა, ესე იგი ეს იყო დაწყებული და 5 თუ 6 საუკუნის განმავლობაში სულ ყველას აი ესეთი რაღაცა გადაგვარებული ტუჩი ქონდა გაბსბურგების, ალბათ სხვებსაც აქვთ ესეთი რამ, მაგრამ გაბსბურგები უფრო გამორჩეული ხალხი მეფეები იყვნენ და ამიტომ გაბსბურგების შესახებ ყველაფერი იცოდა. და აი რატომ არის ესეთი სტაბილური, თუმცა თავისთავად ეს ტუჩის გადაბრუნება ეს უკვე გადახვევა და ამას ესეც დევრიზის მიერ იყო აღმოჩენილი და ამას მუტაცია ქვია, ანუ რაღაცა გადახრა იმ მდგომარეობიდან, იმ სტაბილურობიდან, მაგრამ ამასაც თავისი კანონები აქვს და ამ კანონების შესახებ ამ წიგნში ძალიან დაწვრილებით არის დაწერილი. მაგრამ იმისათვის რომ მომავლისთვის ესე იგი უფრო გასაგები იყოს რაზე ვილაპარაკებ, ამიტომ საჭირო არის რომ შემოვიტანო რამდენიმე ცნება ფიზიკიდან. და თანაც ეს ცნებები იყო დიდი ტრაგედიებისა, დიდი ღნებათა ღელვის შედეგი და ყოველ მათგანზე შეიძლება ძალიან ცალკეული და ძალიან საინტერესო, შეიძლება ითქვას დეტექტიური ისტორიებიც კი დაიწეროს. არაჩვეულებრივად საინტერესო მოვლენებია და პირველი რაც იყო ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი, აი ნიუტონი იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა ფიზიკა ფაქტიურად, წინამორბედი ყავდა გალილეო გალილეი. შემდეგ იყო ნიუტონი, მან შეცვალა საერთოდ მარტო ფიზიკა კი არა, არამედ შეცვალა საერთოდ ადამიანის აზროვნება. ფიზიკის შემოჭრამ შეცვალა ძალიან ბევრი რამ, ესე იგი ფიქრობდნენ ერთს, აღმოჩნდა სხვა, დაიწყო იქიდან როგორ მოძრაობენ პლანეტები, რატო არის მიმოქცევა და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა ნიუტონზე ჩვენ არ გავჩერდებით. მე მინდა გავჩერდე ერთ საინტერესო ეპიზოდზე მისი ცხოვრებიდან, როცა ასევე ძალიან დიდმა ფილოსოფოსმა და მეცნიერმა, მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა ლაიბნიცმა მიწერა წერილი, ის ნიუტონი ძალიან დიდხანს ცხოვრობდა, 85 წელი ცხოვრობდა და მოუსწრო ძალიან ბევრ მეფეს. და ბოლო მეფე, რომელიც იყო აი ჰონოვერთა დინასტიის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი, ეს იყო გეორგ პირველი და გეორგ პირველს მოყვა თავისი და ვილგელმინა კაროლინა, რომელიც ახალგაზრდა გოგო იყო და უელსელი პრინცესა გახდა, უელსის ჰერცოგი და იმიტომ დაიყო მეფისა და მას ჰქონდა სალონი, სადაც იკრიბებოდნენ მეცნიერები, ლაპარაკობდნენ, მსჯელობდნენ და ხშირად იწვევდა ხოლმე ნიუტონსაც და უგდებდა ყურს გაფაციცებით ეს გოგონა, მაგრამ სულ-მთლად ახალგაზრდობაში დედამისის კარზე, ესე იგი იყო შარლოტა, სოფია შარლოტა ერქვა, ჰონოვერის დედოფალი იყო, მის კარზე ხშირად დადიოდა ლაიბნიცი და ლაიბნიცი იცნობდა უკვე დიდი ხანი არის, ეს სულ-მთლად პატარა გოგო იყო და მასთან ჰქონდა რაღაცა ფილოსოფიური საუბარი და აი ლაიბნიცმა მიწერა ნიუტონს კი არა, ამ ვილგელმინა კაროლინას მიწერა წერილი, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ათეიზმი იმარჯვებს ინგლისში და ნიუტონს ესე გადაწყვიტა ნიუტონს, რომ ნიუტონმა ესე თქვა, ერთ სიტყვით დიდი ისე. და თვითონ ნიუტონმა არ ჩათვალა ღირსად პასუხი გაეცა და დაავალა ეს კლარკს, რომელიც იყო ფორმალურად მისი უფროსი, იმიტომ ტრინიტი კოლეჯის რექტორი იყო, მაგრამ იყო აღფრთოვანებული მიმდევარი ნიუტონისა, მიაჩნდა რომ ნიუტონი რასაც ამბობს ეს არის თითქმის იგი რასაც ღმერთი ამბობს და მართლა ძალიან ბევრი რამ გააკეთა, არაჩვეულებრივად ბევრი ნიუტონმა. სხვათა შორის ნიუტონი იყო დაბადებული 25 დეკემბერს და ამიტომ თვითონაც ეგონა რომ რაღაცა ეძლევა ისეთი ძალა აქვს, რასაც სხვები ვერ ხედავენ, რომ მას ეძლევა საშუალება დაინახოს ის და მართლაც ესე იყო. ბევრ რამეს ხედავდა. და აი გამწარებული მიმოწერა, ესე იგი კლარკსა და ლაიბნიცს შორის გამწარებული მიმოწერა გაიმართა. ეხლა მე მთელ ამ წერილების შინაარსს ვერ მოგიყვებით, მაგრამ ერთ ვიტყვი შინაარსს, რომ იყო ლაპარაკი იმაზე, თუ რას ნიშნავს ღმერთი, ესე იგი როგორ ესმის ერთს და მეორეს და გაირკვა, როგორ ესმის ნიუტონს, ის კლარკი ნამდვილად ნიუტონის კარნახით წერდა, ან ყოველ შემთხვევაში მითის იდეების მითითებით და უფრო მეტიც, როდესაც გარდაიცვალა ლაიბნიცი, ნიუტონი ჯერ კიდე ცოცხალი იყო. მიუზო იყო ასეთი ადამიანი, რომელმაც გამოსცა ეს წერილები და ნიუტონი დადიოდა და სკრუპულოზურად ასწორებდა სულ ყველაფერს და ის წერილები არის აი ნიუტონის რედაქციით გამოცემული და იმიდან მე გადათარგმნეს და
ყველანაირად გავრცელდა ეს ყველა ქვეყანაში. ხო და აი ამ წერილების საფუძველზე გაირკვა ერთი რამ, რომ ლაიბნიცი ამბობდა, ეს დეკარტის მიმდევარი იყო. დეკარტის გამოთქმა ის, რომ მე ვცოცხლობ, ესე იგი მე ვაზრობ, ესე იგი მე ვცოცხლობ, ეს იყო და ამის მიმდევარი იყო ლაიბნიციც და ის თვლიდა, რომ ღმერთი იდეალია, მას არ შეუძლია რამე ცუდად გააკეთოს, მან შექმნა ცხადია ჩვენი სამყარო და იმდენად კარგად შექმნა, რომ არ აქვს, ასე ვთქვათ, მიზეზი ჩაერიოს მასში. და რატომ უნდა ჩაერიოს და აი ნიუტონის მიერ იყო აღწერილი, რომ ეს ანკავს საათის მექანიზმს, რომელიც მუშაობს გაუჩერებლივ და ერთ სიტყვით თვითონ მოწონდა ესა. მაგრამ ამავე დროს ნიუტონი ამბობდა, ესე იგი ნიუტონის პოზიცია იმაში მდგომარეობდა, რომ ღმერთი ყოველწლიურად არის ჩვენთან და ყოველთვის ჩვენზე, ასე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს მასთან კონტაქტი, და ჩვენ ყოველთვის ვიმყოფებით მისი, ასე ვთქვათ, ფარველობის თუ მისი იდეების ქვეშ. ნიუტონი რამდენადაც მესმის გულისხმობდა სწორედ თავის მიერ აღმოჩენილ მსოფლიო მიზიდულობის კანონს მაგალითად, რომელიც ყველგან და ყველაფერში ვლინდება. და ამის შესახებ ჩვენ მე მომავალში გვექნება კიდევ ლაპარაკი. მაგრამ აი ერთი სიტყვით აი ესეთი და არგუმენტაცია იყო ისეთი, რომელმაც დააფუძნა ფიზიკის კანონები ფაქტიურად, აი ამ ღმერთზე კამათის დროს. კონკრეტულად ნიუტონი ამბობდა შემდეგს, რომ მე აი მაგ ესე იგი დაუშვათ ორი ურიკა დატვირთული რაღაცით, მაგრამ ერთნაირი იმპულსებით. იმპულსი ეს არის მასისა და სიჩქარის ნამრავლი. ესეთ სიდიდე შემოიტანა, რომელსაც მოძრაობის რაოდენობა დაარქვა ნიუტონმა. ესე იგი P დაარქვა მას და M V-ზე. ეხლა ჩვენ ვეძახით მას იმპულსს, ესე იგი სხეულის იმპულსი, ესე იგი მასა, სხეულის მასა, ხო? და V სიჩქარე, რომელთაც ის მოძრაობს. მაგრამ ეს სიდიდე არის ვექტორი, ესე იგი მიმართული არის. და თუ გვაქვს დაუშვათ ორი ურიკა ან ორი ბურთი, რომელიც ერთმანეთისკენ მოდის და აი ეს სიდიდე მასისა და სიჩქარის ნამრავლი ერთნაირია, ისინი როცა ეჯახებიან ერთმანეთს, მაშინ ის უნდა გაქრეს, ამბობს ნიუტონი. ის ქრება. თუ ქრება, ესე იგი ღმერთი ვერ დაუშვებს იმას, რომ ეს გაქრეს. ესე იგი იძულებული არის, რომ აღადგინოს ესა, ამიტომ ის ყოველთვის ერევა ჩვენს საქმეებში, ასე ამბობდა ნიუტონი. რაზეც ესე იგი დაფიქრდა ლაიბნიცი და მისი პასუხი იყო ასეთი, რომ აქ MV კი არ უნდა იყოს, ეს არაფერი სიდიდე არ არის, მისთვის ეს არ იყო სიდიდე და შემოიტანა ასეთი სიდიდე მასისა და სიჩქარის კვადრატი. ეხლა ეს რომ ორზე გავყოთ, ეს არის სწორედ კინეტიკური ენერგია, რომელიც სკოლიდანაც ალბათ გახსოვთ. კინეტიკური ენერგია ფაქტიურად მისი შემოტანილია, მაგრამ იმდენად ბუდოვნად ლაპარაკობდა ამის შესახებ, რომ ვერაფერი ვერ გაიგო ლაიბნიცის ლაპარაკიდან, ნიუტონის არგუმენტაცია უფრო მოსაწონი იყო და კიდევ ერთ ისტორიას მოგიყვებით, საკმაოდ ტრაგიკულს და საინტერესოს გაგრძელებას აი ამ ისტორიისა და გაგრძელება მდგომარეობდა შემდეგში. ეხლა საფრანგეთში გადავიდეთ. საფრანგეთში ცხოვრობდა ადამიანი, რომელიც იყო გვარად არუე, ძალიან დაბიო წარმოშობის იყო, არ იყო არისტოკრატი. და ამ დაბიო წარმოშობის კაცი, ეს არუე, ძალიან ნიჭიერი იყო, ძალიან ენაკვიმატი და ამავე დროს იყო ძალიან კარგი მსახიობი, პიესებს წერდა, რაღაცად გავდა და ძალიან მიღებული იყო მაღალ საზოგადოებაში, იმიტომ ძალიან კარგად ლაპარაკობდა და ერთ სიტყვით სადღაც იყო და ერთ-ერთ რომელიღაცა წვეულებაზე იყო, თავის დროზე ვიღაცას აწყენინა დიდგვაროვანს ძალიან. დიდგვაროვანი ცხადია, ეხლა მას დუელში ვერ გამოიწვევდა, იმიტომ რომ დიდგვაროვანი იყო და ეხლა ეს ვიღაცა არუე იყო. ხო და ერთ სიტყვით გამოიძახა, გამოდიო გარეთო, უთხრესო, აი ეს თხოვს რომ გამოხვიდო. ის გავიდა, თავისი მსახურები დაასია და ძალიან მაგრად ცემეს. ცემეს ისე რომ სიკვდილამდე მიიყვანეს, ეს ძლივს გამოებძღვნა, შევარდა უკან და სულ ყველას უყვება, რომ აი ესეთი რამე გამიკეთა იმან და შეამჩნია, რომ სულ ყველა ძალიან კმაყოფილია ამით. ამას საშინლად გაანაწყენა, მერე კიდე იმ კაცმა ჩაასმენა ერთი წელი ბასტილიაში იჯდა ეს კაცი. გაანაწყენა და იქიდან ესე იგი როცა გამოვიდა, თქვა რომ საფრანგეთში აღარ დარჩება და წავიდა ინგლისში. ეს ამ კაცმა მერე აიღო ფსევდონიმი და ეს იყო ვოლტერი. ვოლტერი, რომელიც გახდა ასე ვთქვათ სოფლიოს ყველაზე ინტელექტუალურ ადამიანად ითვლებოდა. ის წავიდა და გაეცნო ნიუტონის ნაწარმოებს, აი ეს პრინციპები რომ აქ დაწერილი და ყველაზე მთავარი ნაწარმოები, მათემატიკური პრინციპები.
და ამან აღაფრთოვანა საშინლად და იქ წაიკითხა სწორედ აი ეს იმპულსების ამბავი და ეს განსაკუთრებით მოეწონა, იმიტომ რომ მან თქვა, აი ღმერთის მიერ არის გაკეთებული სამყარო და ის რაღაცა ორი იმპულსი ერთმანეთს როცა ეჯახებიან ქრება. რატო არ შეიძლება რომ მუდმივი არ იყოს დაუშვათ ის მოწყობილობა რომელიც არის რომ მეფეები რატომ არიან მუდმივები და ასე ვთქვათ გადაიყვანა ეს რევოლუციურ აზროვნებაში ბევრსაც წერდა მე ამის შესახებ, მაგრამ ერთი არის, როდესაც შენ მოგწონს და შეგიძლია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მეორე არის, გჭირდება საზოგადოება მომზადებული იმისთვის, რომ ეს გაიგოს და გაითავისოს. მიუხედავად იმის, რომ იმ დროს ძალიან როგორც მოგახსენეთ, აი მაღალი საზოგადოება სწორედ მარტო არც ეკავდა, იქ ბევრ რამეს აკეთებდა, მაგრამ ეხლა ეს საფრანგეთში ნაკლებად იყო ესა, ინგლისში უფრო იყო, ესეთი მოაზროვნე ხალხი, მაგრამ საფრანგეთში მერე მოვიდა ეს, ალბათ ვოლტერის მერე. და აი როცა დაბრუნდა სამი წლის მერე ჩამოიტანა თან ეს წიგნი ინგლისურ ენაზე თუ ლათინურად აღარ ვიცი ალბათ ლათინურად ჩამოიტანა ეს ინგლისის წიგნები და გაიცნო ერთი ქალბატონი რომელიც იყო ემილი დიუშატლე ესეთი ქალბატონი რომელიც იყო გამორჩეული ქალბატონი მისი ნამდვილი გვარი ესე იგი მამამისის გვარი იყო ახლა გეტყვით ემილი დე ბრეიტელი იყო მისი გვარი მარკიზა იყო თვითონ ბევრი დაძმა ყავდა რაღაც მე 13 იყვნენ სულა მაგრამ ის თავის დაძმებისგან და სხვა საზოგადოების სხვა წევრებისგან განსხვავებით გამორჩეული გოგო იყო ქონდა არაჩვეულებრივი ნიჭი ესე იგი ადვილად ითვლიდა უამრავ დიდ რიცხვებს იმახსოვრებდა სულ ყველაფერს მე რაღაცა ცოტა ბავშვობისას მაღალი იყო და ფარიკაუბაზე დააწყებინეს სიარული და იმდენად კარგად ისწავლა რომ 15 წლის როცა იყო